მოგვიანებით ვილაპარაკებთ. ახლა კი ლიკა მოშიაშვილის სიუჟეტი ვნახოთ, რომელიც დაინტერესდა თუ რა წინააღმდეგობებს და პრობლემებს აწვდებიან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, როდესაც დასაქმებას ცდილობენ. მარიკო ბახიძე ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში უკვე 2 წელია მუშაობს. რამდენიმე თვე სტაჟიორი იყო, თუმცა შტატში მალევე ჩასვეს. ამბობს, რომ შიში და დისკომფორტი, რაც თავიდან ჰქონდა, თანამშრომლების დახმარებით მალევე დაძლია. სანამ ცენტრში დაიწყებდა მუშაობას, დასაქმება არაერთხელ სცადა, თუმცა უშედეგოდ. ამ სამსახურამდე იყო ძალიან ბევრი ცდელობა ის მასზე, რომ დავსაქმებულიყავე, მაგრამ სამწუხაროდ ყოველთვის უარყოფითი პასუხი მომდიოდა, მიზეზს არ მიმართავდნენ, მაგრამ მიუხედავად ამისა, არასოდეს არ დამიკარგავს იმედი, რომ მე ვიქნებოდი დასაქმებული. აქედან გამომდინარე, მე ვეტყოდი ყველა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, თუ ერთხელ არ გამოგივიდათ, მეორჯერ აუცილებლად გამოგივათ. იბრძოლეთ ბოლომდე. უფლებადამცველის ანა არგანაშვილის თქმით, თუ განსაკუთრებული უნარების მქონე პირს კონკრეტული სამუშაო შესრულება შეუძლია, მაგრამ დასაქმებაზე უარს ეუბნებიან, ეს დისკრიმინაციაა. ამ შემთხვევაში მან საკუთარი უფლებების დასაცავად აუცილებლად უნდა მიმართოს სახალხო დამცველის აპარატს ან საქალაქო სასამართლოს. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა უნდა იცოდნენ, რომ დისკრიმინაციას ადგილი აქვს არა მხოლოდ მაშინ, როდესაც პირდაპირ უარს ეუბნებიან დასაქმებაზე ამ ნიშნით, არამედ მაშინაც, როდესაც არ უქმნიან შესაბამის პირობებს მუშაობისთვის. ანუ ეს არის გონივრული მისადაგების პრინციპზე უარის თქმა. ამ შემთხვევაში ამ ადამიანებმა აუცილებლად უნდა მიმართონ საქართველოს სახალხო დამცველს და აუცილებლად უნდა მიმართონ სასამართლოს იმისათვის, რომ აღედგინონ თავიანთი დარღვეული უფლება და განახორციელონ ის, რაც მათ კანონმდებლობით ეკუთვნით, ანუ დასაქმდნენ და იყვნენ სოციუმში ინტეგრირებულები. თამარ ციკლაურის თქმით, ამჟამად საჯარო რეესტრში 16 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი მუშაობს და მოქალაქეებს კვალიფიციურ მომსახურებას უწევს. ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებამ საჯარო რეესტრში მას შესაძლებლობა მისცა იმ პირებს, ვისაც აქვთ გადაადგილების პრობლემა, მაგრამ აქვთ შესაბამისი კვალიფიკაცია, აქვთ შესაბამისი განათლება, მონაწილეობა მიიღონ საჯარო ეროვნული სააგენტოს საქმიანობაში. მათ აქვთ ყველა სათანადო პირობა, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, დაკისრებული ვალდებულებების შესასრულებლად. თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების დასაქმებას კიდევ უფრო ამარტივებს. დღეს უკვე ნებისმიერს შეუძლია დისტანციურად მუშაობა, რაც მათ წარმატებულ სოციალიზაციასა და თვითრეალიზაციაში დაეხმარება.